დადგა დრო რომ წარვადგინოთ კიდევ ერთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რუბრიკა, მოდით თამამად გამოვყოფ ამ რუბრიკას და ალბათ ყველას გვაინტერესებს ფსიქოლოგიური კუთხით სხვადასხვა თემების განხილვა. და ყველას გვჭირდება. და გვჭირდება თავისთავად და რაღაც პატარ-პატარა რჩევების მიღებაც და ყოველ 4 შაბათს ახალი დღის ეთერში შეგიძლიათ ფსიქოლოგის რჩევებს მოусმინოთ. ეს ძალიან კარგია სხვათა შორის და დღეს რადგან ესე იგი გამარჯვების ირგვლივ საუბრობთ და მუსირებს ეს თემა ჩვენს ყველა თემაში და ასე შემდეგ. სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ ფსიქოლოგის სალომე ფანჯიკიძე, რომელიც უკვე ჩვენთან ერთად არის და სწორედ აი ამ თემით მინდა რომ დავიწყოთ. არ ვიცი რამდენად სწორად შეიძლება ეხლა განმარტო ეს, ალბათ თქვენ უკეთ იზამთ, თუმცა ეს არსებობს თუ არა ფსიქოლოგიაში, ალბათ იარსებებს, ბუნებრივია, იმიტომ რომ გამარჯვება ხო ეს იმხელა ემოციასთან და იმხელა ფენომენთან არის დაკავშირებული, რომ ალბათ არსებობს რაიმე სახის განმარტება, ხო, აი ფსიქოლოგიური კუთხით გამარჯვების. ხო, დილამშვიდობის პირველ რიგში და როგორც ვიცი, ამ რუბრიკის პირველი სტუმარი ვარ მე და ძალიან მიხარია, იმედია კეთილი იქნება ჩემი ფეხით აუცილებლად იქნება. როგორც ფსიქოლოგიური განმარტება ესე მაინდა-მაინც არ არსებობს, მაგრამ უბრალოდ ნამდვილად ის ემოციები, რომელსაც გამარჯვება იწვევს და ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი გადადის, ჩვენ ყველა მე მგონი შარშან ამის მომსწრები ვიყავით მსრულიად ერი და რა ბედნიერი დღეები გქონდა და თუნდაც თვით შეფასება, თვით განწყობა, აი ყველაფერი რაც ამასთან იყო დაკავშირებული, რამდენად ამაღლებული იყო და ეს აუცილებლად გჭირდებოდა. როგორ გაგვაერთიანა, რამხელა სიხარული მოგვიტანა და პირველ რიგში აი მე ვიტყოდი რომ რამხელა თავდაჯერება მოგვცა, როგორ თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდაჯერებულები ვიყავით ჩვენ გულშემატკივრებიც კი არა თუ მხოლოდ ფეხბურთელები და ამიტომ მე ვიტყოდი ეს აუცილებელი იყო თან მით უმეტეს ჩვენს ისტორიაში იმდენი მარცხი, იმდენი წარუმატებლობა, იმდენი ასე ვთქვათ კივილი და იმედგაცრუება გქონდა რომ ეს იყო აუცილებელი და ამიტომ უფრო აი ამ კუთხით შევაფასებდი, რა თქმა უნდა ეხლა გამარჯვება დამარცხება ძმები არიან, ეს ყოველთვის ხან ერთია, ხან მეორე და ეს აუცილებელიც კი არის მუდმივად გამარჯვებული არც არსებობს ბუნებაში და ალბათ არც არის სწორი რომ იყოს ადამიანი. თუმცა ეს ემოცია ხო ყოველთვის ეს წარმატება, ეს აღტკინება ყოველთვის ყველას გვჭირდება ცოტა ამოსასუნთქათან აი წარმატებასთან და აღტკინებასთან ალბათ ძალიან ახლოს არის რომ ვთქვათ დაუშვათ გულშემატკივარზე რომ ვისაუბროთ. შემატკივრების ეიფორიაში შესვლა, ასე ვთქვათ, გამარჯვების წინ და არა მხოლოდ გამარჯვებისას, უშუალოდ აი გულშემატკივრობისას, ხო, აი ამ პროცესშიც, ალბათ შეიძლება ცოტა ნეგატივი რომ შემოვიტანო, ალბათ შეიძლება რომ გადაიზარდოს, ხო, რაღაცა ეს ამხელა ემოციის მოზღვავება, ცოტა აგრესიაში, შეიძლება ცოტა რაღაცა ინციდენტები კონდეს და ეხლა მესმის რომ, რა თქმა უნდა, ესე მასობრივად ამის მართვა შეუძლებელია თავისთავად ცხადია, მაგრამ ინდივიდუალურად აი ჩვენ ადამიანები, რომლებიც მივდივართ ესეთ თავშეყრის ადგილას დაუშვათ, სადაც ვიცით რომ აი ამისი რისკი არსებობს, რომ რაღაცა ჩვენმა ემოციამ გამოიწვიოს რაღაცა ის რაც არ გვინდა. რა გავითვალისწინოთ დაუშვათ. როგორია მართვის მექანიზმები, გადაჭარბებული ბედნიერების, ასე რომ ვთქვათ. ბედნიერების მომეწონება. აი სწორად ბრძანეთ, რა გააზრება არის პირველი. ყოველთვის ეს ემართება იმას, ვინც ვერ იაზრებს თავის მდგომარეობას და შესაბამისად კონტროლს კარგავს თავის თავზე, ხო? ყველა ადამიანი, ვინც არის გაცნობიერებაში, ასე ვთქვათ, საკუთარი მდგომარეობის, ის ყოველთვის გააკონტროლებს, ან შეიძლება ავიდეს რაღაც ნიშნულამდე, მაგრამ მოწევს ამ ნიშნულს აუცილებლად. ამიტომ უბრალოდ ეს არის ფაქტორი. მე ვიტყოდი რომ ერთადერთი აი ამ შეგნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, მართლაც შეიძლება მართლა სხვას მოусმინოთ იმითი გაიაზრო, რომ ნებისმიერი მდგომარეობა არ შეიძლება რაღაცას მივანიჭოთ იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე მას აქვს სინამდვილეში. ხო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი აღტკინება და ეს გადაჭარბებული ბედნიერება, როგორც თქვენ თქვით, მოდის იქიდან, რომ რაღაცა მოვლენას და ფაქტს ენიჭება იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ის ბუნებაში არის. რა თქმა უნდა, ეს გასახარი ფაქტი იყო, მაგრამ ეს არ არის იმაზე მეტი, რაღაცა ცხოვრების არსი ამაზე არ დგას, ამ გამარჯვებაზე და ევროპაზე გასვლაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება გადაჭარბება. და ყველაზე ცუდი მაპატიეთ, რაც არის ამ ისტორიაში, რომ მე ეს
ეგზალტირება იწევს მეორე უკიდურესობაში გადავარდნას და რაღაცა დამუნათებას და რაღაცა ყველაზე ცუდისთვის გამეტებას და აი ეს ზღვარი ალბათ ხო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ დაიცვა ის შუალედი ოქროს შუალედი რომ არ გადავარდე ერთი ფორიდან მეორე. ხო, აი გამარჯვება და სულ გამარჯვება და უცებ როცა რაღაცა მარცხია, შეიძლება ისე დააბულინგოს სიტყვაზე, რომ აი შენ რატო წააგე, ხო? აი ზუსტად ეგ არის მნიშვნელობის მინიჭებაზე, რასაც ვლაპარაკობთ, რომ ესე იგი თუ ადამიანს გონია რომ მაგალითად კვარაცხელი არის მისი ბედნიერების ერთადერთი წყარო და მისი გამარჯვება და მისი წარმატება და საკუთარი თვითშეფასება, ასე ვთქვათ, კვარაცხელიასთან ჩვენს ნაკრებსთან რაღაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, როდესაც იმედგაცრუება მოსდევს ან კვარას თამაშს, ან ნაკრების წარუმატებლობას ან რაღაცა, რა თქმა უნდა, ეს აგრესია მე რაკეთად მომდინარეობს. ესე იგი მივაწერთ ადამიანს ან მოვლენას ისეთ რამეს, რის პასუხისგებლობაც მას არ აქვს და არ გააჩნია. ამიტომ აი ეს ალბათ მე ვიტყოდი ცოტა ინფანტილური მდგომარეობა, რაც ალბათ ჩვენსნაირ ახალგაზრდა ერში უფრო ხშირად, მაგრამ ვერ ვიტყოდი ახლა მაგალითად ინგლისის ფანებსაც აქვთ ხოლმე ეგეთი გამოხდომები, რომელიც გაგაკვირვებს. ძალიან ცნობილები არიან მსგავსი. ეს ერთგვარად მაპატიეთ, მაგრამ ეს ერთგვარად ადამიანზე არის დამოკიდებული, აი ეს რაღაც მის ინტელექტზე ალბათ, ხო? კი, განვითარებულობაზე. ემოციური ინტელექტზე. ემოციური ინტელექტზე, რომელიც მაინც რაღაც განვითარებულობის რაღაცა ნიშნულს აღწერს თუ გამოხატავს, ალბათ მე ჩემი სიტყვებით ამას დავარქმევ ფსიქოლოგიაში, ამას ხშირად მიხსენიებთ როგორც ინფანტილიზმს. ანუ რაღაც ბავშვურობის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ზრდასრულობას არ შეეფერება. იმიტომ რომ ინფანტილურობა, ბავშვურობა ხა ზოგადად ცუდი არ არის, ბავშვური სისუფთავე ან სილაღე ან ასე შემდეგ. მე ამიტომ ეს კარგი შეიძლება იყოს, მაგრამ აი ეს ინფანტილიზმი როგორც ხო განუვითარ, ანუ როცა ადამიანები არ ზრდასრული არ ხდება, არ უვითარდება მას შეგნება, ემოციები და ასე შემდეგ. ეს აი მაყურებლის და გულშემატკივრის კუთხით დავუშვათ და რა ხდება სპორტსმენის გადმოსახედიდან ამ დროს. ამ შემთხვევაში. ანუ ყოველთვის მაინტერესებდა აი როგორ მუშაობენ ფსიქოლოგები სპორტსმენებთან, იმიტომ რომ ერთია როცა იმარჯვებ და წარმატებული ხარ და ნუ სპორტი და ერთი ნაბიჯია მაქედან. ხო, ერთი ნაბიჯი გაქვს მარცხამდე და ეს ხო იმხელა ანუ სპორტსმენი მხოლოდ ფიზიკურად ძლიერი კი არ უნდა იყოს, იდეაში ემოციურად ძალიან ძლიერი უნდა იყოს ადამიანი მენტალურად. თვითონ ის მომენტიც, როდესაც გადის სტადიონზე სპორტსმენებთან. მიმუშავია სხვათა შორის, მაგრამ ვერ ვიტყოდი, მქონია წარმატებული შემთხვევები, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ მე ჩამოყალიბდე სპორტსმენების ფსიქოლოგად, იმიტომ ეს მართლა ძალიან სპეციფიკური რამე არის. ეს არის ძალიან კარგად შესწავლილი დარგი, რომ ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა როგორ ლავირებს, რამდენად ლაბილურია ზუსტად აი შესვლამდე, თვითონ ვარჯიშების დროსაც, იმიტომ რომ მაგალითად როდესაც ადამიანი, თქვათ, არ არის შეჯიბრებაში, რომელსაც ბუნებრივად მოაქვს ადრენალინი და мотиваცია და არის ასე ვთქვათ მდორე პერიოდში მხოლოდ ვარჯიშის, იქ ყველაზე მთავარი იქ ხდება. ანუ მთელი ფიზიკური მომზადება ხო იმ დროს ხდება და აი ეს მენტალიტეტის ჩამოყალიბება, ის ემოციური მდგომარეობა, რომელიც იქ არის. თან ახლა მარტო ადამიანი, მარტო სპორტსმენი არ არის, არის ხო პირადი ცხოვრება, აქ 1000 რამე ხდება. და ძალიან საინტერესო. და გარდა მაგისა, მარტო სპორტსმენების ჭრილში არა. აი მე მაგალითად როგორც ხელოვანი, როდესაც სცენაზე გადიხარ, ხო? დიდი აუდიტორიის წინაშე. არიან პიანისტები, მუსიკოსები, ვინც არიან ძალიან კარგი მუსიკოსები, მაგრამ აი ეს შიში აქვს და ეს აუდიტორიის და არიან რაღაცა ვიწრო წრეში. ვიცით, რამდენიმე ადამიანმა რომ ძალიან კარგი მუსიკოსია, მაგრამ მას აქვს შიში აუდიტორიის და ალბათ ამ შემთხვევაშიც უნდა იმუშაონ ფსიქოლოგებმა და საერთოდ მე ძალიან მომწონს რომ ბავშვებთან სკოლის ასაკიდანვე უკვე ჩემს ბავშვობაში ეს იქნება არ იყო. არც ჩემ ბავშვობაში. აქ დედები და ბებიები იყვნენ ჩვენი ფსიქოლოგები და მამები. და ამ შემთხვევაში ან ჩვენი თავი. კი. ამ შემთხვევაში ძალიან კარგია, როდესაც ბავშვი მიმყავდა სკოლაში, პირველი გასაუბრება მათ გაიარეს ფსიქოლოგებთან. სალომე, არსებობს თუ არა რამე პროტოკოლი? ასეთი რომ თითოეულმა ადამიანმა ეს გაითვალისწინოს, აი მაგალითად გადაჭარბებული ისე რო ვთქვით ბედნიერება ტერმინი მოგეწონათ. ისე რო დაუბრუნდეთ იმ ისტორიას. არსებობს თუ არა რამე პროტოკოლი, რაც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს? იცით რა? რამე ვარჯიშები ხო არ არის? ყოველთვის არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგია ხაი რომ გადავაბათ თქვენს თემასაც მართლა ძალიან დაიხვეწა ბოლო პერიოდში, მისი მიდგომები, თვითონ კვლევები, თვითონ ტექნოლოგიური განვითარებაც გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი გავიგოთ ადამიანის
ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და მას ზემოქმედება როგორ ხდება და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ოდესმე იყო. ამიტომ რა თქმა უნდა სავარაუდოდ იარსებობს, ახლა მე არ ვარ ამაში ესე ჩახედული სამწუხაროდ რა გაქცეთ კომპეტენტური პასუხი, თუმცა ყოველთვის არსებობს რაღაც რეკომენდაციები, რომელსაც თვითონ ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება და გამოკვლევა, ასე ვთქვათ, ამ საკითხის იძლევა ხოლმე. და რა თქმა უნდა, რადგან გულშემატკივრობა, დიდი გადავსებული სტადიონები არის ძალიან უკვე ჩვეული მოვლენა, კარგი ხანია, უკვე 2-3 საუკუნეა მე მგონი. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს და კარგი იქნება ის ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ ყველაზე მეტად უჭირთ თავის კონტროლი და მათ ისინი ყველაზე მეტად აღწევენ აი ამ ეგზალტაციას და ემოციების მაღალ დონეს, კარგი იქნება თუ გადახედავენ და გამოერკვევიან საკუთარ თავში და მხოლოდ რაღაცა ესეთი ინსტინქტებს რაღაცა მხოლოდ აი ამას არ გაყვებიან, ხო და ინტუიციას ჩაიხედავენ საკუთარ თავში და ისწავლიან საკუთარი თავის მართვას. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო ჩვენი პირველი ძალიან საინტერესო იყო რჩევებიც მივიღეთ ძალიან მიხარია მე მაქვს რომ გავითვალისწინებთ და კი გასაგებიც არის რა თქმა უნდა რომ ეს რაღაცა ულევი ემოცია რომელიც იბადება ხოლმე ასეთი თავშეყრის ადგილებში ძალიან ძნელი გასაკონტროლებელია იმ მომენტში როცა იქ ხარ მაგრამ მაინც ვეცადოთ რომ მაქსიმალურად რაღაცა ესეთი ბალანსი შევინარჩუნოთ დიდი მადლობა დიდი მადლობა გადავხადეთ ჩვენ სტუმარს საული პანჯიკიძეს და აქვე მინდა დავამატო რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა იმიტომ რომ როგორც შეუძლია რომ დაუშვათ დაგამშვიდოს და რაღაცა ბედნიერება მოგვაროს ასევე თუ არასწორი დაუშვათ გზით წავიდა აი რაღაცა ეს მკურნალობის მეთოდი შეიძლება დაგანგრიოს და ფსკერზე დაგიყვანოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ პროფესიონალს შეხვდები. ეს არის ყველა სფეროში ასეა. ნამდვილად.